საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს წინააღმდეგ შეტევებსა და ომში ჩართვის მცდელობებზე ისაუბრა. უბრალოდ ყოველთვის რაც შეეხება სტიქიას, საზოგადოება ხედავს მათ შორის ადგილზე, რომ მიდის ინტენსიური უპირველეს გაწმენდით სამუშაოები იმისთვის, რომ დიდთხოვლებისგან გამოწვეული შეფერხებები კომუნიკაციის იქნეს აღმოფხვრილი. პრემიერ-მინისტრი არის ადგილზე, გურიას გულისხმობ, თუმცა იცით, სხვა რეგიონებშიც არის დიდთხოვლობა, მაგრამ არა იმ მასშტაბის და სიმძიმის როგორც გურიაში. პრემიერ-მინისტრი ადგილზე არის, გურიაში და აჭარაში ადგილზე არის და თავად ხელმძღვანელობს ამ პროცესს. ართულებს, რა თქმა უნდა, ვითარებას ის, რომ თავად თოვა არ წყდება და აქედან გამომდინარე საჭიროება არის ხოლმე ასე ვთქვათ ხელახალი გაწმენდით სამუშაოების და აქედან გამომდინარე რთული არის მუშაობა მათ შორის ასეთ ამ პირობებში, მაგრამ იცით უკვე გუშინ სახამოსაც მოვისმენთ, დღესაც ნახეთ განცხადებები, რომ დაკავშირება ბევრ სოფელთან უკვე კავშირი აღდგა, მიდის გაწმენდით სამუშაოები, ყველას ვისაც აქვს საჭიროებები, მათ შორის პირველადი დანიშნულების სხვადასხვა საგნებთან დაკავშირებით შესაბამისად მიეწოდებათ და ჩართული არის ამ პროცესში მეხანძე მაშველებთან ერთად პოლიციის დანაყოფები, თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები, ასევე რა თქმა უნდა ექიმები, რომლებიც ინტენსიურად სამედიცინო პერსონალი მუშაობს, ასე რომ მთლიანად პროცესი არის კონტროლის ქვეშ და მიდის სამუშაოები, რაც არის საჭირო. ამასთან ერთად უკვე მე რამდენჯერ ნახეთ, რომ ზუსტად იმ მომენტში, როდესაც საჭირო არის საზოგადოების ერთიანობა, როდესაც საჭირო არის კონცენტრირება საქმეზე, ხედავთ ოპოზიციას, მის მედიას და NGO-ებს, რომლებიც ზურგში დანას სცემენ ქართულ საზოგადოებას იმით, რომ აშკარა ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ დათესონ პანიკა, შეიტანონ დაბნეულობა საზოგადოებაში, ისედაც რთული ემოციური ფონის არსებობისას, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო ემოციურად დაამძიმონ ან გააღიზიანონ საზოგადოება, რაც არ ჯდება არანაირ მედია სტანდარტში, ისედაც არ ჯდება, მაგრამ ადამიანურ სტანდარტშიც, რა თქმა უნდა, არ ჯდება. ნახეთ ჩვენ გუშინ რამდენჯერმე შემთხვევა, რომ გავრცელებული იყო ცრუ ინფორმაცია, შემდეგ რამდენიმე საათის შემდეგ თითქოს უარყვეს ეს ინფორმაცია, მაგრამ ეს მავნე შედეგი, რაც მოაქვს დეზინფორმაციას, ეს რჩება ის დაბნეულობა ემოციური, ასე ვთქვათ, ადამიანის ემოციებზე თამაში, ამას თავისი შედეგი მოაქვს და იქ შემდეგ უკვე ჩასწორებას დიდი გავლენა შეიძლება არ ხვდეს. მათ შორის გუშინდელი ჩემი კომენტარიც ასე იყო პირდაპირ სპეკულაციურად, ასე ვთქვათ, მანიპულაციაც აღარ ქვია ხა იმდენად დაჩეხილად იქნა გამოყვანილი, ასე ვთქვათ, ნახევარწამიანი მონაკვეთი ჩემი კომენტარისა სტიქიასთან დაკავშირებით. მიზანი გასაგებია, ხომ, მათ შორის მამუკა მდინარაძეც ხომთვალწები, მიზანი გასაგებია, რომ გამოიყენონ ყველა ასეთი, ასე ვთქვათ, მძიმე შემთხვევა თავის პოლიტიკური მიზნებისთვის და პოლიტიკური მიზანიც რაიმე კონკრეტული კი არ არის, რაღაც შედეგებზე კი არ არის ეს გათვლილი, პოლიტიკური მიზანიც არის ერთადერთი რამ, რომ საზოგადოების ემოციური დათრგუნვა, დატვირთვა, დაბნეულობის შეტანა და გაღიზიანება ემოციურად. აი ეს აქვს მიზანი. და სხვათა შორის ესეც არის საინტერესო, რომ ზუსტად ამაზე საუბრობს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, როდესაც მედია თუ NGO მიმართულებით დაფინანსებებს წყვეტს, იმიტომ რომ ეს აღიარება ითქვა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებისგან, რომ აი ეს ამ დაფინანსებით ხდებოდა პროპაგანდისტული ქსელის შექმნა ზუსტად ამისთვის, რომ როდესაც საჭიროა სათანადო ნარატივები აწიონ, აი გუშინდელი დღე არის ამის კარგი მაგალითი, როგორ უნისონში მოქმედებდა ოპოზიცია, მისი მედია, უცხოური დაფინანსებული მედია, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები. იყო აბსოლუტურად ორკესტრირებული
ასე ვთქვათ პროპაგანდისტული დეზინფორმაციული შტურმი იმისთვის რომ საზოგადოებაში შეეტანა დისონანსი, გაეღიზიანებინათ საზოგადოება. ჩვენ კარგია რომ ამაში უკვე გამოწვრთობილია როგორც საზოგადოება, ისე სახელმწიფო მთლიანად და ხელისუფლება და შესაბამის დროული რეაგირებით ხედავთ რომ თავის მიზანს ვერ აღწევენ საბოლოო ჯამში, თუმცა აი ამ რაღაც რამდენიმე წუთიან თუ რამდენიმე საათიან გაღიზიანებას საზოგადოებისას ახდენენ, მათ შორის განსაკუთრებით ხაზგაუსვავდი ზუსტად ის манипуляცია, რომელიც TV-პირველმა ჩაიდინა ჩემ კომენტართან დაკავშირებით. შემდეგ თავად ამ ასე ვთქვათ მათ ონლაინ პუბლიკაციაში კომენტარები მე გათიშული აქვთ ხოლმე ასეთ манипуляციაზე, რომ იქ ვინმე შემთხვევით სიმართლე არ დაწეროს და არ ამხილოს ის манипуляცია, რომელსაც ავრცელებენ ეს ტელევიზიები. ან პირდაპირ განზრახ ხდება გავრცელება манипуляციის, შემდეგ ჩაკეტვა კომენტარების ველის იმისთვის, რომ ამ манипуляციას ამე საფრთხე არ შეექმნას და აქვე ვიტყვი. ამ ქვეყანაში რამდენიმე ორგანიზაცია არსებობს, რომელიც მილიონებს იღებს უცხოეთიდან დეზინფორმაციის, манипуляციის კონტექსტიდან ამოღებული ნარატივების გავრცელებაში. მილიონებს იღებს და დაკავებული არიან ხოლმე რაღაც სხვა თემებით, ხან უკრაინაში ომთან დაკავშირებული თემებით, თან რაღაც და ასე შემდეგ. აი გუშინ იყო საკითხი, რომელიც მათ შორის როდესაც ხდება ასეთ მოვლენების დროს, ასე ვთქვათ, სტიქიური მოვლენების დროს ან სხვა ექსტრაორდინარული სიტუაციის დროს დეზინფორმაციის გავრცელება, ეს მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხიც არის, როდესაც ამ დროს ხდება დეზინფორმაციის გავრცელება. სად იყვნენ ეს დეზინფორმაციის მამხილებელი NGO-ები, fact-check-ი და ასე შემდეგ, რომელშიც მილიონებს ხარჯავს ბრიუსელი თუ სხვა დედაქალაქი, ჩუმად იყვნენ. რატომ? იმიტომ ისინიც მონაწილე არიან ამ დეზინფორმაციული ქსელის, ანუ არის ნაწილი, რომელიც ავრცელებს манипуляციას, დეზინფორმაციას და შემდეგ მეორე ნაწილი, რომელიც ამაზე ჩუმად არის და ამითი სიგნალს აძლევს, რომ თითქოს აქ ყველაფერი კარგად არის. ამიტომ რა თქმა უნდა მე კიდევ ერთხელ მოუწოდებ ყველას, რომ ასეთ დროს მნიშვნელოვანი არის რა თქმა უნდა უფრო საზოგადოების ერთიანობა, თუმცა ამას შეჩვეული ვართ. ეხლა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ზურგში დანას ურტყავს ოპოზიცია, მისი მედია და NGO-ები ჩვენ საზოგადოებას და ნაცვლად სოლიდარობისა, ნაცვლად ემპათიისა, ნაცვლად გვერდში დგომისა, ხედავთ ფეხის დადებას ამ ადამიანების მხრიდან. აღარ გავაკეთებ ხა ამაზე უბრალოდ ყოველისა თქვენ ძალიან კარგად გესმით რას ნიშნავს კონტექსტი და რას ნიშნავს კონტექსტიდან ამოგლეჯა თემის, ეს არის ზუსტად კლასიკური პროპაგანდისტული მეთოდი манипуляციის, როდესაც ხდება კონტექსტიდან ამოგლეჯა ნახევარწამიანი 3 სიტყვის, 4 თუ 5 სიტყვის, ხომ? ეს არის ზუსტად სხვა რამე კი არ არის და მე ამას მე მგონი არ უნდა ხსნი და თქვენ როგორც ჟურნალისტ უნდა გქონდეთ მე მგონი ჟურნალისტური სტანდარტიდან გამომდინარე ამას თქვენ უფრო მეტად უნდა ერკვეოდეთ, ვიდრე მე აქედან გამომდინარე კონტექსტია. მოგლეთ კიდევ ერთხელ მე მგონი თანხმდებით იმაზე, რომ ეს იყო манипуляცია, ვინაიდან იყო გაშვებული არა სრული კომენტარი, არამედ გაშვებული იყო იქი და ნუ მართლაც რეალურად ალბათ 5 სიტყვა ხო, არ ვიცი, ნახევარ 1 წამი იქნებოდა ალბათ. სამ ხო, მით უმეტეს, ხომ? როდესაც იქ მთელი კომენტარი მქონდა მთლიანად სტიქიასთან, მის სიმძიმესთან დაკავშირებით და ამ დროს ხდება კონტექსტიდან ამოგლეჯა რაღაც სიტყვების, ეს არის манипуляცია, რომლის მიზანი არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და მისი გაღიზიანება. ხა ეს რა ვიცი, რა გითხრათ, ეს მე მგონი არის მე მგონი პირველი კურსის მაგალითია მე მგონი ის რომ როგორ არ უნდა მოხდეს манипуляცია და დამახინჯება კონტექსტის. არის რა თქმა უნდა, ხოჩუს აი გუშინდელმა ფაქტებმაც ხო გვაჩვენა. ჩვენ ერთი რამე უნდა გვახსოვდეს, რომ fake news-ებს გარდა ასე თქვათ შეიძლება ყოფით თუ ჩვეულებრივ მდგომარეობაში რაღაც აგითხათ
fake news-ი როგორც გარკვეული არა სტანდარტიდან ამოვარდნილი, ასე ვთქვათ, ჟურნალისტური საქმიანობა, ასეთ ექსტრაორდინარულ სიტუაციაში fake news აქვს fake news-ი არის გამოწვევა უსაფრთხოებისთვისაც. იქნება ეს სტიქიური უბედურება, იქნება ეს სხვა საგანგებო მდგომარეობები, როდესაც fake news-მა შეიძლება საფრთხე შეუქმნას საზოგადოების თუ ქვეყნის სახელმწიფოს უსაფრთხოებას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ერთი, მე მგონი სტანდარტი საერთო ჯამში ყველა ვთანხმდებით, თუნდაც აი ამ გუშინდელ საკითხთან დაკავშირებით, საერთო ჯამში სტანდარტი გასაგები არის და აქ არაფერი ახლის გამოგონება არ ხდება, მათ შორის ჩვენი კანონმდებლობისთვისაც არაფერი ახალი ამ მხრივ არ ითქმის. ის სტანდარტები დღესაც არის კანონმდებლობაში, პრობლემა არის შემდეგში. აი გუშინდელმა დღემ ეს გვაჩვენა, რომ ნაცვლად თვით რეგულირებისა ამ დროს ის მედია, ვინც ავრცელებს fake news, კეტავს კომენტარს, იმის საშუალებასაც არ აძლევს სხვებს, რომ მის გვერდზევე ამხილოს манипуляция, დეზინფორმაცია თუ კონტექსტიდან ამოგლეჯა ამა თუ იმ საკითხის. ამიტომ ესეც აჩვენებს, აი გუშინდელი დღე იყო მაგალითი, როგორ შეიძლება fake news-მა ბევრი იყო მათ შორის, ხომ და ზოგმა მე ბოდიშიც მოიხადა, რომ არასწორი ინფორმაცია ავრცელებდა, მაგრამ პრობლემა იმაში არის, რომ საგანგებო მდგომარეობა სიტუაცია როცა არის, ექსტრაორდინარული სიტუაცია როცა არის, საგანგებო მდგომარეობა როცა არის, ერთმა დაიფაროს სკოლა და საომარი მდგომარეობა რომ არსებობდეს, ამ დროს ყველა წამი, როდესაც დეზინფორმაცია არსებობს, ასე ვთქვათ და მიდის ის საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთა ყოველი ეს წამი აზიანებს ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოებას და ქვეყნის უსაფრთხოებას. ამიტომ მთავარი აზრი რაც დევს სტანდარტზე ვთანხმდებით, ყველა ვთანხმდებით, ეს კანონში წერია დიდი ხანია. ეს შეთანხმებული სტანდარტი არის ერთი, ასევე ვთანხმდებით, რომ არ მოქმედებს ეს სტანდარტები, მიშვებულია, ასე ვთქვათ, თვითრეგულაციაზე, რომელიც არ მუშაობს. ამიტომ ერთადერთი რაც შევთანხმდეთ, რომ თუ სტანდარტები სწორია და ვთანხმდებით, ხომ უნდა იმუშაოს ამ სტანდარტებმა და ზუსტად ეს არის ბრიტანული მოდელი მათ შორის, რომ ამუშავდეს ასე ვთქვათ ეს სტანდარტები და არსებობდეს ეფექტიანი მექანიზმი ამ სტანდარტების ამოქმედებისა. მე გარანტიას გაძლევთ, რომ ბრიტანეთის პარლამენტის ორივე მე გარანტიას გაძლევთ და შეგიძლიათ თქვენს გადაამოწმოთ, რომ ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატის არც ერთი თავმჯდომარე ისე ხშირად არ აქვს, თავმჯდომარეს ისე ხშირად არ აქვს კომუნიკაცია მედიასთან ფართო სპექტრთან, როგორც მაქვს მე. გარანტიას გაძლევთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ისე ხშირად არ აქვს კომუნიკაცია მედიასთან, ფაქტობრივად hard talk-ის რეჟიმში, როგორც ეს აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ამიტომ რაც შეეხება ყველას არ არსებობს ერთ-ერთი ბოლო პერიოდში ვატყობთ, რომ ამერიკის პრეზიდენტი გვისწრებს. მე მგონი ყოველდღე აქვს მას მედიასთან კომენტარები, თუმცა სხვა მხრივ რომ შეხედოთ, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები, ლიდერები არიან მედიასთან, არა უბრალოდ ბრიფინგით თუ ასე ვთქვათ გამოსვით, არამედ ფაქტობრივად hard talk-ის რეჟიმში 1 საათიანი ასე ვთქვათ თოქ-შოუები იმართება ასეთი კომენტარების სახით. რა პრობლემა გაქვთ? პრობლემა რა არის? მარეგულირებელ კომისიას შეუძლია დააჯარიმოს ან დაფუძნება მიწის ან ლიცენზია შეუძლია. სამართლიანი დაბალანსებული გაშენება არ იქნება. რატომ გადაეცით ისეთ რეგულირების მექანიზმის მიხედვით და გადაწყვეტეს გადაწყვეტს მარეგულირებელ კომისიას ეს კიდევ ერთხელ ახსნი, რატომ არა თვითრეგულირება. ანუ კიდევ ერთხელ სტანდარტზე ვთანხმდებით. ჩავთვალოთ, რომ ეს არის შუქნიშანი წესები, ხო? წესი შუქნიშანიც არის გარკვეული წესი, სადაც არის წითელი, ყვითელი, მწვანე ფერები და ვიცით რას ნიშნავს წითელი, რას ნიშნავს ყვითელი, რას ნიშნავს მწვანე. წარმოიდგინეთ შუქნიშანი რომ არსებობდეს და ეს შუქნიშანი იყოს გამორთული. აი ესეთი მდგომარეობა აქვს ჩვენ ახლა ჟურნალისტურ სტანდარტებთან დაკავშირებით. ერთის მხრივ თანხმდებით კანონის გეტყვით.
თქვენი მანქანაც კერძო მანქანაა, მაგრამ ის შუქნიშანი დგას ყველასთვის, კერძოსთვისაც, სახელმწიფო მანქანისთვისაც ყველასთვის და ყველა უნდა დაემორჩილოს წესებს. ამ წესებზე ახსნი კიდევ ერთხელ. ამ წესებზე ყველავ თანხმდებით. ჟურნალისტური სტანდარტი, ასე ვთქვათ, მედია სტანდარტი დღეს მაუწყებლობის კანონში წერია, წლებია უკვე, აწლეულები თუ არა, წერია და ამაზე ყველავ თანხმდებით. მათ შორის თვითრეგულაცია თქვენი თუ არსებობს, არ ვიცი, გაგვთქვა ტელევიზიაში, ამ წესებს უნდა იცავდეთ, დაცვას უნდა უზრუნველყოფს. ანუ ჩვენ თანხმდებით წესებზე, ანუ შუქნიშანზე. თანხმდებით, რომ წითელი ნიშნავს უნდა გაჩერდე, ყვითელი მოემზადო, მწვანე ნიშნავს, რომ უნდა სვლა დაიწყო. ამ წესებზე თანხმდებით, უბრალოდ ეს შუქნიშანი დღეს არის გამორთული. გათიშულია. და ეს კანონი რასაც აკეთებს, რომ უნდა ჩავთოთ ეს შუქნიშანი, რომ ამუშავდეს ეს წესები. დღეს ეს წესები არ მუშაობს, თანხმდებით შუქნიშანზე, თანხმდებით მის ფერებზე და პრინციპზე სახელმწიფო, როგორც საგზაო მოძრაობაში სახელმწიფო არის პასუხისმგებელი, რომ მოაწესრიგოს საგზაო მოძრაობა, აქაც სახელმწიფო იღებს თავის თავზე ამ პასუხისმგებლობას. თვითრეგულირება რო იყოს საგზაო მოძრაობაში, გასაგებია რომ გვექნებოდა კოლაფსი საგზაო მოძრაობის. უბრალოდ ამ კანონის დაინიცირება ნიშნავს, რომ ჩვენ სიტყვით დავაინიცირეთ ამერიკული ფარა. მათ შორის განზრახ დატოვებული არის ის ტერმინები, რომელიც გამოყენებულია ამერიკულ ფარაში, რომ სპეკულაციისთვის 1 გრამის შესაძლებლობას არ დაგვეტოვებინა, ვინმე ეთქვა, რომ იქ სხვა რამე წერია და აქ სხვა რამე წერია. ეხლა არის იდენტური. ყველა ტერმინი, ყველა სიტყვა, ყველა მძიმე, ყველა წერტილი არის იდენტური და ახლა პარლამენტი უკვე ტერმინოლოგიურად მოარგებს ამას ქართულ რეალობას, მაგრამ პირველი მე მგონი ყველა შეთანხმდა და ყველა აღიარა, რომ ეს არის ამერიკული ფარა. შევთანხმდით. ამერიკა რომ მათ შორის ამ გამჭვირვალობის პრინციპის კრიტიკოსებისთვის არის სამაგალითო და მისაბაძი ქვეყანა, ესეც ყველამ ვიცით. ამიტომ არ ვიცით, თუნდაც ეხლა რომ აკრიტიკონ ამერიკის შეერთებული შტატები, იციან სად არის საელჩო, კი ვნახეთ ჩვენ პირველად მათ ლიბერალურ ისტორიაში, გუში როგორ შეუვარდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ვებგვერდს და ფაქტობრივად ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ თავის თავზე იგრძნო ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია მათ მიერ დაფინანსებული NGO-ებისგან გვგრძნობთ ხელისუფლებას და საზოგადოებას გულისხმობ იმ ბულინგს, იმ ზიზღის ენას, იმ ასე ვთქვათ მუქარას, რომელიც მოედინებოდა ხოლმე ქართველი სუბიექტების მიმართ, გუში ვნახეთ ეს სულად გადაურილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს Facebook გვერდზე. და კიდევ ერთხელ იქნება ამას მკაცრად აღიქვავს ვინმე თუ არა მკაცრად აღიქვავს, ეს უკვე მათი საკითხია. მთავარი არის ის ერთი რამ, ეს არის იდენტური ამერიკულთან და თუ კი რაიმე პრეტენზია აქვთ, მაშინ უნდა აკრიტიკონ ამერიკა. თავისთავად, იმიტომ მაშინ და დღემდე ალბათ რასაც ახერხებენ არის ერთი რამ, რომ ქმნიან რაღაც ბუნდოვანებას გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, იგონებიან ტყუილს, დეზინფორმაციას, რაღაცებსაც იმ კანონში არ წერია, ან ასე არ არის, აჯერებენ თავის მხარდამჭერებს და აღიზიანებენ ამითი და აბრაზებენ, ასე ვთქვათ, და ასევე ზოგ შემთხვევაში უცხოელებსაც აჯერებენ და ხა არც მათი მხარდამჭერი გახსოვთ თქვენ მთელი სერია იყო კითხვების, რომ წაკითხული აქვს თუ არა ვინმეს კანონი და არავის წაკითხulis კი არ ქონდა კანონი, ისე აკრიტიკებდნენ. არავინ არ კითხულობს ამ კანონს და თუ კი წაიკითხავს ხა კანონის წაკითხვა და გაგებაც არ არის ასეთი მარტივი საკითხი, ეს არის იურიდიული ენით დაწერილი რაღაც სისტემაში მოქცეული წესები და ამას თავისთავად სჭირდება ასევე გაგება მთლიან ტექსტს ერთობლიობაში და არა ცალკე ამოგლეჯილად. ამიტომ აჯერებდნენ თავის მომხრეებს, აბრაზებდნენ მას, აჯერებდნენ ზოგ უცხოელს, რომ რაღაცა ასე გულისხმობს თუ ისე არის. ნუ ახლა რა უნდა დააჯერონ? ეხლა უნდა უთხრან, რომ ამერიკა არის ცუდი. ნუ ამას ვერ ამბობენ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ ერთადერთი გზა, ერთადერთი შესაძლებლობა გააკრიტიკონ ჩვენს მიერ ახლა დაინიცირებული კანონი არის ის, რომ თქვან, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ცუდი და ამას თავისთავად ლიბერალური ინტერნაციონალი ვერ იტყვის.
უბრალოდ სკოლის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე გავაკეთებ კომენტარს, რომელიც მან გააკეთა გუშინ მემორიალთან, როდესაც თქვა, რომ 3 წლის წინ 2022 წლის 25 თებერვალს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ საქართველოს არ დააწესებს სანქციებს, რომ მაშინ თითქოს არანაირი სანქციები არ იყო დაწესებული, რომ ეს არის ტყუილი. გუშინ სალომე ზურაბიშვილმა მემორიალთან თქვა ტყუილი, რომ თითქოს 25 თებერვალს სანქციები არ იყო დაწესებული. 23-ში იყო უკვე ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები, 23-ში, 24-ში ევროკავშირის სანქციები დაწესებული და რა თქმა უნდა, თუ კი არ იყო დაწესებული, მაშინ ვინ გთხოვდა ჩვენ სანქციებს და რატომ იქნებოდა ეს განცხადება პრემიერ-მინისტრის მხრიდან. მაგრამ ის ხვდება, რომ ის რაშიც იყო ის თავად ჩართული, რომ საქართველოს შეეტრიათ ომში და ის იყო ამისი მონაწილეც თავად, ხვდება რომ ეს ყველაფერი ახლა უკვე არის სააშკაროდ გამოსული და ყველა ცდილობს ახლა რაღაცნაირად გამოძრეს ამ მდგომარეობიდან. კიდე ერთხელ 25 თებერვალს 3 წლის წინ საქართველოს გადაურჩა კიდე ერთხელ თავისი დამოუკიდებლობის შელახვას და გადაურჩა ახალ ომს და გადაურჩა მეორე უკრაინად გცევას. საიდანაც გვიბიძგებდა ოპოზიცია, მათი მხარდამჭერები, რომლებიც აი აქ იგივე ხალხი, ვინც 25 თებერვალს წელს 25 თებერვალს გამოვიდა ქუჩებში და ჰქონდათ მოწყობილი მსვლელობა, იგივე ხალხი, იგივე სახელები, იგივე სახეები 3 წლის წინ იდგნენ პარლამენტის შენობაში, იგივე ადგილას იდგნენ პარლამენტის შენობასთან და საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ მოხალისეების გაგზავნას, სანქციების დაწესებას, ცის დაკეტვას და ასე შემდეგ, ანუ მოითხოვდნენ საქართველოსგან ომის მხარედ ქცევას და ომში შესვლას. აი ეს არის 21 საუკუნის ორჯონიკი ძეობა, როდესაც საქართველოს ამისკენ უფუძგებდნენ. რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, მან ერთი რომ მოიტყუა, რომ რა თქმა უნდა სანქციები უკვე დაწესებული იყო და ამას გთხოვდნენ ჩვენ და ამიტომაც იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება საჭირო, რომ ჩვენ ორმხრივ სანქციებს არ დავაწესებთ და უფრო მეტიც. ზუსტად 25 თებერვალს 2022 წლის 25 თებერვალს შედგა შეხვედრა ქალბატონ სალომესთან რეზიდენციაში, სადაც ირაკლი კობახიძე და მე ვიყავით და ამ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძე სხვა დროსაც აქვს მოყოლილი, სადაც მან პირველი რაც გვითხრა 25 თებერვალს ომი არის ერთი დღის დაწყებული, კიევის მისადგომებთან დგას რუსეთის არმია და 25 თებერვალს დაიწყო ჩვენი საუბარი იმით, რომ რაშურებით ახლა აი ხედავთ ზელენსკი გმირად არის ქცეული და თქვენ სათხართო და რა ასაკეთებთო. აი ეს იყო მისთვის სამაგალითო ასე თქვა მდგომარეობა იქნებოდა, რომ საქართველოს შესულიყო ესკალაციაში, აყოლოდა იმ მოწოდებებს, რომელიც მათ შორის უკრაინიდან მოდიოდა და რომლის ინსტრუმენტად გამოყენებული იყო ჩვენი ოპოზიცია და NGO-ები, რომლებიც მოითხოვდნენ, რომ მოხალისეები გაგვეგზავნა უკრაინაში და ამით გამხდარიყავთ ომის მხარე და ანუ საქართველოს შესულიყო ომში და აქ ყოფილიყო მეორე უკრაინა. მე გუშინად თქვი, რომ 25 თებერვალს 3 წლის წინ ზუსტად იმ ადგილზე 104 წლის წინ დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობა და 3 წლის წინ იმავე ადგილზე გადარჩა საქართველოს დამოუკიდებლობა. ზუსტად პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის იმ განცხადებამ წერტილი დაუსვა მცდელობებს, რომ ყოფილიყო სერიოზული მოლოდინი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენ შევიდოდით ესკალაციაში, დავადგებოდით ესკალაციის გზას, რომლის ბოლოსაც აუცილებლად იქნებოდა ომი და ეკონომიკური ნგრევა საქართველოში. ამიტომ 25 თებერვლის განცხადება და ამის შემდეგ მოყოლებული ცდილობები არ გაჩერებულა და ბოლოს ნახეთ უკვე რეზოლუციაში ღიათაც ჩაწერეს, თუმცა სხვა დროსაც იყო ეს ღია მოწოდებები და დახულკარს მიღმა ეს არც არასდროს შეწყვეტილა, მაგრამ იმ პოზიციამ გაამყარა მთლიანად სახელმწიფო ჩვენი მოქალაქეები, რომ ეს არის მკაფიო პოზიცია, საქართველოს არ დაუშვებს, რომ აქ იყოს მეორე უკრაინა და განმეორდეს საქართველოში ომი.
სწორია, უნდა მოემზადონ არჩევნებისთვის ოქტომბერში იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყავალაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად დანიშნავს. Აი, როცა დანიშნავენ ამ არჩევნებში, პრეზიდენტის და პრემიერის მიერ დანიშნულ არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა და ნახავენ კიდევ ერთხელ გამოიტანენ სამსჯავროზე თავის სამარცხვინო ქცევას და კიდევ ერთხელ ამ სამარცხვინო ქცევას განაჩენს გამოუტანს ქართული საზოგადოება. რაც არაერთხელ მომხდარა და ეს კიდევ ერთხელ განმეორდება, იმიტომ შეუძლებელი ეხლა რასაც ვაკვირდებით. მათ შორის ისაც ხდება აი დღეს ამ დღეებში ამ კვირაში დაანონსებული საკითხები უკრაინასთან დაკავშირებით ის турბულენტური გარემო რაც სამყაროში ხდება რამდენი რამე იცვლება ამ დროს რამდენად მნიშვნელოვანი არის კონსოლიდირებული პოზიციის ქონა და გამყარება შიგნიდან და დღეს ოპოზიცია უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები დაკავებული არიან საქართველოს ციხის შიგნიდან მსხრევით და მტრევით. აი ეს არის მათი სამარცხვინო ყოველდღიური დღის წესრიგი და რა თქმა უნდა ოქტომბერში პრეზიდენტის მიერ და პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ისინი ამაზე პასუხს მიიღებენ. ანუ თქვენ როგორც იცით ეს ომის დასრულება თუ მოხდა, ეს იქნება შეთანხმება, რომლის მთავარი ხელმომწერი იქნება თავად უკრაინა. ან თქვენ ფიქრობთ, რომ უკრაინა ჩვენ გადაგვცემს რუსეთს, როგორც თქვენ ამბობთ, რომ შეიძლება ჩაგვაბა. ან თქვენი აზრით უკრაინა ისეთ შეთანხმებას, რომელსაც ჩაგვაბარებს რუსეთს, ესე ფიქრობთ. ხო. ასევე თქვენ იცით, ამ მოლაპარაკების ნაწილი იქნება ევროკავშირი. ან თქვენ ფიქრობთ, რომ ევროკავშირი ჩაგვაბარებს რუსეთს. ამერიკაზე ალბათ უკვე ფიქრობთ ამას, ხა ისე დასვით ეს კითხვა, მაგრამ არა, თქვენ ამას ამბობთ, რომ ამ შეთანხმებიდან გამომდინარეო. კი. ხო, არა, უყურეთ, თქვენ ხო ასე ამბობთ, რომ ეს ომი დასრულდება, ამან შეიძლება რაღაც ისე გამოიწვიოს და ჩვენ ასე ვთქვათ მოვექცეთ აერში. ანუ ხო. კი ბატონო. ანუ ეს თქვენ უშვებთ შესაძლებლობას, რომ უკრაინა ჩაგვაბარებს ჩვენ რუსეთს. ანუ ასე დაასრულებს ომს, რომ უკრაინა ჩაგვაბარებს ჩვენ რუსეთს, ამ პირობებით დაასრულებს ომს, ამას უშვებთ თქვენ ესე იგი. არა, იმიტომ მე გიპასუხებთ ახლა. მაინტერესებდა თქვენი რეაქცია, მაგრამ გიპასუხებთ. უყურეთ, თქვენი კითხვა, კეთვით, გიპასუხებთ. უყურეთ, თქვენი კითხვა ეფუძნება იმ ცოდნას თუ მოლოდინს თუ შესაძლებლობის დაშვებას, რომ სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი შეიძლება იყოს რაღაცა გადანაწილება გეოპოლიტიკურ თვალსაჩინოს შემდეგ და ამის ნაწილი იქნება ის, რომ უკრაინა წავა ისეთ შეთანხმებაზე, რომლითაც ჩვენ ჩაგვაბარებს რუსეთს და თვითონ ალბათ ევროკავშირის ნაწილში იქნება და ჩვენ ჩაგვაბარებს რუსეთს. ანუ ამის შესაძლებლობას თქვენ უშვებთ. მაშინ მე გიპასუხებთ მე. იცით რა არის, რომ რა თქმა უნდა, ბევრი რაღაც შეიძლება დაუშვას ადამიანმა. ერთი რამე არის ამიტომ ყოველთვის მნიშვნელოვანი. ეს არის შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ჩვენ არ ვართ არც იმის იმედზე, რა შეთანხმებას მიაღწევს უკრაინა რუსეთთან. ჩვენ ვართ მხოლოდ ჩვენი ხალხის და ჩვენი ეროვნული ინტერესების იმედზე. რატომ? იმიტომ ჩვენ ეს გაკვეთილი უკვე ნასწავლი გვაქვს. ეს ყველაფერი გამოვლილი გვაქვს. ჩვენ მქონდა ვიცით ჩვენ ასეთი ომები როგორ იწყება
და ეს ნახეთ ჩვენ 2008 წელს ვიცი ჩვენ და ეხლა გვესმის ჩვენ რომ თურმე ამ ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა გვესმის ეს უკვე ყველაფერი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მათ შორის ვიცით როგორ ვითარდება ეს ომები საქართველოს თავისი წილი სისხლი ამ ომში გაიღო მაგრამ საბედნიეროდ ისეთი ასე თქვა გრევა და დიდი მსხვერპლი არ მოყოლია როგორც განიცდის ახლა უკრაინა რომელსაც ასობით 1000 ადამიანი დაკარგა და ახალგაზრდობა ფაქტობრივად მთელი თაობა დაკარგა ამ ომში რომელზეც როგორც აღმოჩნდა ამბობენ ახლა რომ არიდება და შეიძლება თავის და ისიც ვიცით როგორ მთავრდება ეს ომები 2008 წლის ომიდან 8 თვის თავზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გადასცა გადატვირთვის წითელი ღილაკი ესეც ხომ ნახეთ ჩვენ თავზე ხო ვიცით აგვისტოს ომიდან 1 წლის თავზე 2010 წლის წინააღმდეგობის თავზე 2010 წლის მაისში 9 მაისს წითელ მოედანზე ამერიკის შეერთებული შტატების დიდი ბრიტანეთის საფრანგეთის პოლონეთის და თქვენ წარმოიდგინეთ უკრაინის შეიარაღებული ძალები ომიდან აგვისტოს ომიდან წელიწად ნახევრის შემდეგ აღლუმს აბარებდნენ რუსეთის პრეზიდენტს ამიტომ ჩვენ ეს ყველაფერი არა მხოლოდ ჩვენი 3000 წლოვანი სახელმწიფო ისტორიიდან ვიცით და ესეც ვიცით არამედ სულ ახლახან ბოლო უახლესი ისტორიიდან ვიცით როგორი არის სოფლიო პოლიტიკა და გეოპოლიტიკა მოწყობილი და ზუსტად ამიტომაც რომ ვიცით ამიტომაც არის რომ არაფერს ვაყენებთ საქართველოს ეროვნული ინტერესებზე მაღლა 2022 წლის თებერვალში ოპოზიციამ მისმა მედიამ NGO-მა რომლებიც აი აქ იკრიბებოდნენ პარლამენტის წინ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე მაღლა დააყენა ზოგმა უკრაინის ინტერესი ზოგმა არ ვიცი მე რომელიღაც ევროპული ქვეყნის თუ სხვა ქვეყნის ინტერესი ზოგმა არ ვიცი შევა საკუთარი ემოციური მდგომარეობის გამოსახატად ის ხალხი ვინც 2022 წლის თებერვალში 3 წლის წინ იდგნენ პარლამენტთან იგივე ხალხი ვინც დღეს დგება ხო პარლამენტთან იგივე ხალხი იდგა მაშინ იგივე NGO-ები იგივე პოლიტიკური მედიები იგივე პოლიტიკური პარტიები რომლებიც ითხოვდნენ მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში რომელიც ითხოვდნენ სანქციების დაწესებას ითხოვდნენ ცის ჩაკეტვას აზღვის ჩაკეტვას ასე შემდეგ ანუ ამბობდნენ რომ ჩვენი არათუ ინტერესები დავთმოთ ჩვენ გავრისკოთ ჩვენი ქვეყნის ომში შეყვანა და ეკონომიკური დანგრევა იმის გამო რომ აი სოლიდარობა გამოუცხადოთ მაგალითად უკრაინას როგორც სახელმწიფოს ან ვიყოთ იმ რაღაც გარკვეული ასე ვთქვათ ჯგუფის ასე ვთქვათ სრულფასოვანი წევრი რომლებიც ასეთი ესკალაციით და განსაკუთრებული ასე ვთქვათ პოზიციებით გამოირჩევიან აი ამ ხალხმა თავის ეროვნულ ინტერესზე მაღლა დააყენა სხვა ქვეყნების ინტერესები და დღეს იგივე ხალხი დგება პარლამენტის წინ და გვეუბნება რომ მათი აზრი უნდა რაღაცაში გავითვალისწინოთ. ხალხი, რომელზეც ჩვენმა საზოგადოებამ გამოსცადა, რომ ამ ხალხისთვის 2022 წლის წინ ამ პოლიტიკური პარტიებისთვის, ამ პოლიტიკური მედიისთვის, ამ NGO-ების თუ რა ვიცი სხვა ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება ამ სფეროში არ არიან, მაგრამ მაშინაც იყვნენ პარლამენტის წინ 2022 წლის თებერვალში და იგივე ხალხია დღეს პარლამენტის წინ, მაშინ რომ დაგვეჯერებინა საქართველოს ხელისუფლებას, მათთვის დაგვეჯერებინა ჩვენ დღეს ვიქნებოდით ომგამოვლილი ქვეყანა და ეს ქვეყანა 3 წელი ომში ვერ იქნებოდა უკრაინისგან განსხვავებით 10 ჯერ მცირე ვართ უკრაინაზე ომგამოვლილი ქვეყანა და რა ფორმაში ვიქნებოდით ვისი ტანკი იდგებოდა ვისი ტყვია გაისროდა ამ ქვეყანაში ეს იქნებოდა მხოლოდ უცხოური შეშფოთების განცხადებების ნაწილი აი ამას ავარიდეთ 3 წლის წინ ამას ავარიდეთ მიუხედავად გარე და ასევე შიდა ზეწოლისა. ამიტომ კიდევ ერთხელ გამოსავალე, ამიტომ რა თქმა უნდა, გიპასუხოთ, ამიტომ რა თქმა უნდა, პასუხობ თქვენი კითხვა მე მახსოვს. ამიტომ პასუხობ. რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკა და საერთაშორისო პოლიტიკა საკმაოდ ცივსისხლიანი საკითხი არის. აქ აი პარლამენტის წინ 3 წლის წინ რო იდგნენ და ახლა დგებიან იმ ხალხს გონია, რომ ეს არის ემოციების და ჩახუტების საკითხი არის. ბევრი ყველა ქვეყანა ამოდის საკუთარი ინტერესებიდან. ჩვენ ნახეთ რომ შეიძლება 2 წლის წინ რომელიღაცა სახელმწიფო სხვანაირი ინტერესი სხვანაირად ჰქონდა რუსეთის აგრესიის მიმართ, დღეს ეს ინტერესი შეიძლება შეიცვალა. აი ესია, როდესაც აყვები სხვების ინტერესებს, საბოლოო ჯამში შენ ინტერესებს აზიანებს. ამიტომ პასუხი არის მარტივი.
შეიძლება ბევრი რამე მოხდეს ჩვენ რაღაცაზე გვაქვს გავლენა რაღაცაზე არ გვაქვს გავლენა ჩვენ სოფლიო პოლიტიკაზე საქართველოს შესაძლებლობების ქვეყანას რა თქმა უნდა დიდი გავლენა ვერ ექნება მაგრამ რაზეც გვაქვს ჩვენ გავლენა ნამდვილად ეს არის ის თუ როგორ ვიქცევით ჩვენ რას ვაკეთებთ ჩვენ და რა არის ჩვენი როგორ უზრუნველყოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების და აღსრულებას და რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესები ამასაც ვიტყვი და შევთანხმდით ეროვნული ინტერესი არის ჩვენი ეროვნული ინტერესი არის ორი მთავარი ეროვნული ამოცანა ეს არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება ჩვენი ხალხის კეთილდღეობა ყველაფერი რაც ყველა სხვა მიზანი ემსახურება ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ამაღლებას მათ შორის ესეც ემსახურება ზუსტად ამას არის უკრაინას კი ბატონო კი ბატონო გაიმეორეთ კი ბატონო ხო არ კიდევ ერთხელ თქვენ კიდევ ერთხელ უშვებთ ამ მოლაპარაკების ნაწილი არის ამ მონოპოლიის მონაწილე არის უკრაინა მონაწილე არის ამერიკის შეერთებული შტატები მონაწილე არის ევროკავშირი და თქვენ უშვებთ შესაძლებლობას რომ უკრაინა ჩაგვაბარებს რუსეთს ევროკავშირი ჩაგვაბარებს რუსეთს არა საფრთხეები რო არის ამაზე ვსაუბრობ კი ბატონო კიდევ ერთხელ ეს საფრთხეები ახალი ხომ არ არის ეს საფრთხეები არის უკვე 10 წლეულები ეს საფრთხეები ჩვენი დამოუკიდებლობის 30 წლიან ისტორიაში ეს საფრთხეები მუდმივად იყო წინა ხელისუფლებამ ეს საფრთხეები კიდევ უფრო გააძლიერა იმით რომ დაუშვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და რასაკეთებს ქართული ოცნების ხელისუფლება 2012 წლიდან მოყოლები აი ამ საფრთხეების არსებობის პირობებში და ამ ასე ვთქვათ ინსტრუმენტების არსებობის პირობებში ქართული ოცნების ხელისუფლება მოახერხა ზუსტად იმის რომ ბრძნულად გააზრებულად მივდივართ ამ გზაზე მოახერხა რომ ასოცირების შეთანხმებაც მივიღეთ კანდიდატის სტატუსიც მივიღეთ ნატოსთან დაახლოებითაც ვართ გამორჩეული ქვეყანა გავხდით აი ეს ყველაფერი მოახერხეთ ამ საფრთხეების თუ გამოწვევების პირობებში ამას ქვია ზუსტად ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედება რაც შეეხება სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებს ჩვენ სადმე გავლენა თუ შეიძლება გქონდეს ამ გავლენას რა თქმა უნდა გამოვიყენებთ მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენი ზომის შესაძლებლობის ქვეყანას რა თქმა უნდა ჩვენ საერთაშორისო პოლიტიკაზე დიდ გავლენას ვერ ვახდენთ მაგრამ სწორედ ეს არის ამ შემთხვევაში ჩვენი ეროვნული ინტერესების წინა პლანზე დაყენება საბოლოო ჯამში არის ყველაზე დიდი გარანტორი იმის რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საფრთხე არ შეიქმნას. კიდევ ერთხელ ჩვენვე თუ დავარღვიეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. აი როგორც ეს უნდოდა ოპოზიციას, მის მედიას და NGO-ებს 3 წლის წინ და მე იქიდან მოყოლებული სულ დღემდე ეს არის. ხო ხედავთ დღემდე სხვა ქვეყნის დროშებში გახვეულ ადამიანებს. ხო ადამიანებს როდესაც თუ კი ისინი დააყენებდნენ ხელისუფლებაში, ისინი სხვა ქვეყნის ინტერესო, თავის ქვეყანას ინტერესებზე მაღლა დააყენებდა. მე არც სხვა ქვეყანა პატივს აღარ სცემდა შენი ქვეყნის ინტერესებს. ამიტომ მთავარი გარანტორი არის კონცენტრირება ჯიუტად, დაჟინებით საკუთარ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. ეს არის ერთადერთი რეცეპტი იმის რომ უზრუნველყო შენი ქვეყნის განვითარება იმ ისტორიული კალაპოტით, იმ ისტორიული მიზნებით თუ მისწრაფებებით რომელიც შენ გაქვს შენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე კონცენტრირება. აი ეს არის დღეს მთავარი წყალგამყოფი პოლიტიკურ სპექტრში. პოლიტიკურ სპექტრში მთავარი წყალგამყოფი სინამდვილეში ეს არის. და არჩევნებზე ზუსტად ამიტომ დაგვიჭირა ქართულმა ხალხმა მხარი, რომ ერთ მხარეს
დგას ქართული ოცნება, საქართველოს ხელისუფლება, რომლისთვისაც ერთადერთი კრიტერიუმი არის ეროვნული ინტერესები. ეს არის ფილტრი ყველა გადაწყვეტილების და აი ამ 3 წლის განმავლობაში ზუსტად ამ ფილტრში ვატარებთ ყველა გადაწყვეტილებას. და მეორე მხარეს დგას პოლიტიკური ოპოზიცია, მისი მედია, მისი NGO-ები, მისი მხარდამჭერები, რომლებისთვისაც ეროვნული ინტერესები ხანდახან არის, მაგრამ ხანდახან შეიძლება რაღაც სხვა გლობალურმა ინტერესმა გადასძალოს ეროვნულ ინტერესებს და ასე მოხდა მათთვის 2022 წლის თებერვალში, როდესაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რომ ჩვენ აქ შეგვენარჩუნებინა მშვიდობა, არ მქონოდა მსხვერპლი, არ მქონოდა ომი, არ მქონოდა გრევა, აი ამ ინტერესს ანაცვალეს სხვა ქვეყნის თუ ორგანიზაციების თუ არ ვიცი პოლიტიკური ჯგუფების ინტერესები და გვეუბნება რომ ჯანდაბას გავრისკოთ ომი, ოღონდ გავაგზავნოთ მოხალისეები უკრაინას. ჯანდაბად გავრისკოთ ომი, ოღონდ დავაწესოთ სანქციები. გეტყვით მაგას იმ ლაპარაკს კი ბატონო ამ რეპლიკით უპასუხებ მაშინ იმ ვინაიდან რეპლიკა იმ ლაპარაკს აი გიპასუხებ იმ ლაპარაკს სადაც გთხოვდნენ ჩვენ ესკალაციაში შესვლას სანქციების დაწესებას აი ამ ლაპარაკს ჯობია საერთოდ არ გველაპარაკო აი ნამდვილად ჯობია არ გველაპარაკონ ვიდრე მოვიდნენ და გველაპარაკონ როგორ უნდა დავაწესოთ სანქციები როგორ შევიდეთ ესკალაციაში როგორ დავანგრიოთ ჩვენი ქვეყანა ამას გველაპარაკებოდნენ სხვათა შორის მე ამის წინ გავიხსენე აქ უყურეთ და აქ რა მტკიცება უნდა იმ სიმართლე რა მტკიცება უნდა იმას რა მტკიცება უნდა თქვენ რატო არ ამბობთ ეს ააზრალებთ და თქვენ როგორც მედია თქვენ მე მგონი არ გახსოვთ ბოლოს 3 წლის ისტორია და კიდევ ერთხელ გაგახსენებთ 2022 წლის არა იმიტომ რომ უყურეთ აი საქმეც მაგაშია აი აგიხსნით საქმეც იმაშია პრობლემა იმაში კი არ იყო რომ საქართველოს ხელისუფლება ვინმეს ვერ უხსნიდა რას ნიშნავდა ჩვენთვის ესკალაცია რუსეთთან. რას ნიშნავდა ჩვენთვის სანქციების დაწესება, მოხალისეების გარეთ. პრობლემა ეს კი არ არის. აქ სულელი არავინ არ არის, არც შიგნით, არც გარეთ. ყველა ძალიან კარგად ესმოდა. და რო ესმოდა და საპირისპიროს აკეთებდა, მაშინ ზუსტად ეს გულისხმობს იმას, რომ მაშინ ვიღაც მავნებლობდა. ან არ ესმოდა. ამის თქვი რომ ორი გამოსავალია. ის პოლიტიკური პარტიები, მათი NGO-ები თუ ასე შემდეგ, ის ხალხი, ვინც 2022 წლის თებერვალში, აი აქ იდგა და ითხოვდა რომ დაუწესეს სანქციები, გააგზავნეს მოხალისეები, აეროპორტში იყვნენ მისულები, არ გახსოვთ? გამზადებული ფორმაში ჩაცმულები, აეროპორტში მისულები, რომ თვითმფრინავი ჩამოვიდეს და უნდა აფრინდეს აქედან და წავიდეს ჯარი მოხალისეებისა საომრად. აი ეს ხალხი რომ აი მე ამით ვთქვი, ეს ხო უყურეთ, აი ეს ადამიანები პრეზიდენტზე მოგახსენეთ, ეს ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური პარტიები, NGO-ები, მედია, რომლებიც ითხოვდნენ მაშინ ამ ესკალაციას, თქვი რომ ან ვერ ხვდებოდნენ რას ითხოვდნენ, ან ხვდებოდნენ და მაინც იხდოდნენ, ან ჩერჩეტები იყვნენ, ან მავნებლები იყვნენ. ერთიც მეორეზე უარესია. და სალომე ზურაბიშვილს მოგახსენეთ 25 თებერვალს შუადღით მას შემდეგ რაც მემორიალთან პრემიერ-მინისტრმა განაცხადა სანქციებთან დაკავშირებით 25 თებერვალს 2022 წლის ირაკლი კობახიძე და მე შევხვდით ქალბატონ სალომეს მის რეზიდენციაში და ეს შეხვედრა დაიწყო მან სიტყვებით რა შევებით ახლა თქვენ როგორ იქცევითო აგერ ზელენსკი გმირად არის შერაცხული და თქვენ რა შევით აი ეს თუ თქვენთვის არ ნიშნავს მის პოზიციას არ ნაცვლი არ არის ამით რა იყო მისი პოზიცია მთელი ომის განმავლობაში შევთანხმდით მოგეთ ვინც სანქციებისკენ მოგვიწოდება შევთანხმდით რომ სანქციებისკენ ვინც მოგვიწოდებდა ყველა მავნებლობდა ან ჩერჩეტობდა აღარ ვიცი ხო თუ მედია თქვენ ხა გაგახსენოთ ხო ჩვენ რატო მოგვიწოდებდნენ მოლდოვასაც არ უთხრეს რომ ჯარი მოგვახმარა უთხრა ზელენსკიმ ან პრემიერ შმიგალმა უთხრა მოლდოვას რომ თქვენი ჯარი იქვე არ არიან იქ საზღვარი აქვს საერთოდ საზღვარი აქვს არა ეგ იცი ას ნიშნავს ძალიან კარგადაც
ძალიან კარგადაც ძალიან ეგ ნიშნავს ერთ რამეს. როცა მოლდოვას არ თხოვ რომ შენი მოხალისეები გადმოიყვანა ეს საზღვარ ზონაზე გადასულიყო, ხო? როცა მოლდოვას არ თხოვ ამას და ამას მოითხოვ საქართველოსგან, კი არ თხოვ, მოითხოვ. ეს ზატო გაასაჯარო ეს თვითფრინავები აი ახსენით ახლა მე ვთქვი აქ ორი ვარიანტია. ან ეს არის ან ადამიანს არ ესმის, ან ესმის და მავნებლობს. მე უფრო მეორე მგონია. არა ეს როგორც იცით კი, იმიტომ გეტყვით. იმიტომ ეს არის თქვენ ერკვევით საპარლამენტო საქმეებში და თქვენთვის ეს არის პაკეტის ნაწილი. ხომიცით? ეს არის პაკეტის ნაწილი, ერთ-ერთი პროექტი და არა მთავარი პროექტი ამ პაკეტში. ეს არის პაკეტის ნაწილი, რომლის მიზანი არის საჯარო სამართლის იურიდიულ პირების ხელმძღვანელობის დანიშვნის წესის მოდიფიცირება იმ მხრივ, რომ ის ასე ვთქვათ დაწესებულებები ის დაწესებულებები რომლის მართლობის სფეროში შედის ესა თუ ის სიპი საჯარო სამართლის იურიდიული პირი მათი ხელმძღვანელობა ინიშნებოდეს და მის გათავისუფლება ხდებოდეს ამ უწყების ხელმძღვანელის მხრიდან და არ იყოს აქ ზედმეტი ბიუროკრატიული საჭიროებები ბიუროკრატიული ასე ვთქვათ ბარიერები ამის ნაწილი არის ზუსტად ეს საკითხი თეატრი იქნება ეს თუ იქნება სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ბევრი არის ასეთი ეხება ამ საკითხს არის მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი საგრამოთლო დაწესებულებებთან დაკავშირებით სხვა მხრივ ეს არის ერთიანი სტანდარტული წესის შემოღება რაც გულისხმობს რომ ის რაც არის საჯარო უწყება და საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან თქვათ აი ამ უწყებებში ხდება დანიშვნა გათავისუფლების წესის მოდიფიცირება ეს არ არის კიდევ ერთხელ სპეციფიურად არ ეხება ეს არ ეხება სპეციფიურად თეატრების საკითხებს ეს არის ზოგადი სისტემის საკითხი. მეტი როგორ გამოდი? ანუ მისი დანიშვნის და ანუ თეატრი არ ეხება მხოლოდ თეატრს კიდევ ერთხელ ბევრ სხვა საკითხებს ეხება იყო სხვა წესი არჩევის ასე ვთქვათ არ ვიცი მე საბჭო თუ მოგეთ არჩევის დანიშვნის წესი წარდგენის და ასე შემდეგ ეს წესი ამ წესის უნიფიცირება ხდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სადაც იქნება ვის ხელმძღვანელობაში და მმართველობის სფეროში შედის იმ უწყების ხელმძღვანელი სამინისტრო იქნება ეს პრემიერ-მინისტრი იქნება თუ სხვა უწყება ის ხელმძღვანელი წყვეტს ვინ იყოს ამ სიპის ხელმძღვანელი და ვინ არ იყოს სიპის ხელმძღვანელი ანუ მისი გადასაწყვეტი უნდა იყოს და მას არ უნდა ქონდეს ბარიერები რომ განსაზღვროს იმ უწყებამ რომელიც ამ სფეროში პოლიტიკას ადგენს ან ჯაჭვი დემოკრატიული ეს არის ხომ საქართველოს მოსახლეობა ირჩევს საქართველოს პარლამენტს რომელიც ყველა მიმართულების პოლიტიკას ადგენს მათ შორის იმით რომ კონკრეტულ მინისტრს აირჩევს კონკრეტულ პრემიერ-მინისტრს და მთავრობას ამტკიცებს და შემდეგ ეს მინისტრი იმ სფეროში ატარებს პოლიტიკას რომელიც ლეგიტიმირებული არის ხალხის მხრიდან და მის სფეროში არსებული სიპები სხვადასხვა სახის რაც მოქმედებს მნიშვნელოვანია რომ მინისტრი იქნება პრემიერ-მინისტრი სხვა ვინც ვის მმართველობის სფეროშიც არის მას კონდეს თავისუფალი შესაძლებლობა საკადრო გადაწყვეტილების მიღებისა ვინ იყოს ამ სიპის ხელმძღვანელი ან ვინ არ იყოს ამ სიპის ხელმძღვანელი ეს არის და ეს გამხრი რა პროტესტი? ეს პაკეტი ეხება ალბათ ასეულობით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ბევრ სფეროში და გულისხმობს საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების დანიშვნა გათავისუფლების სისტემის უნიფიცირებას რამდენიმე გამონაკლისის გარდა რომ იყოს ერთიანი მიდგომა მარტივი რამის გამო არის მინისტრი მან უნდა გაატაროს მას აქვს სახალხო მანდატი არჩევნების შემდეგ რომ კონკრეტულ სფეროში იქნება ეს კულტურის სფერო იქნება თუ სპორტი იქნება თუ ეკონომიკის თუ არის ნებისმიერ სოფლის მეურნეობის სფერო გაატაროს კონკრეტული პოლიტიკა და ამ პოლიტიკის გასატარებლად მას აქვს სამინისტრო როგორც სტრუქტურა და ასევე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სიპები
და ახლა მინისტრი რომ მივა აი ამერიკის მაგალითზე ხომ რომ მივა მინისტრი რომელსაც აქვს მანდატი ხალხისგან მინიჭებული კონკრეტული პოლიტიკის გასატარებლად მას შეუძლია სამინისტროში გარკვეული გადაწყვეტილების მიღება საკადროსი და აღმოჩნდება რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი და ხანდახან შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე შეიძლება სამინისტრო იყოს ზოგიერთი სიპი იმდენად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ მიმართულებით რაღაც ასე ვთქვათ სტანდარტების დანერგვის ხომ ბევრ სფეროში სოფლის მეურნეობა იქნება ეს თუ ეკონომიკა იქნება თუ არის ყველა სამინისტროსთან მეტნაკლებად არის და აღმოჩნდება რომ მას არ შეუძლია მიიღოს საკადრო გადაწყვეტილება ამ სიპის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით ეს რა თქმა უნდა არის არადემოკრატიული ამიტომ მიზანი არის რომ დაუბრუნოთ ძალაუფლება ხალხს ხალხი აძლევს კი დირექტორი დღესაც არის კი ბატონო თავიდან მითხრათ და ვინ თქვა რომ არ მობილიზდა დროულად ეს საიდან მოდის ეს ინფორმაცია თითქოს რაღაცა დროულად არ მოხდა არ ვიცი რა თქმა უნდა თქვენ ნახეთ რომ დასავლეთ საქართველოში უყურეთ შეხედეთ დასავლეთ საქართველოში უყურეთ რაც შეეხება დითოვლობას ხედავთ რომ თლიანად დასავლეთ საქართველო არის დითოვლობის ზონაში ასე ვთქვათ ეხება ხო გურიას აჭარას სამეგრელოს რაჭას იმერეთს ყველგან არის დითოვლობა ყველგან იყო მობილიზებული უბრალოდ სკოლის ადგილობრივი თვითმმართველობები და მუნიციპალიტეტები ისე სახელმწიფო უწყებები რომ შესაბამისი რეაგირება ქონოდათ დითოვლობა შეხედათ ყველგან ასე ვთქვათ იყო ეს სტიქია სხვადასხვა სიმძლავრის რა თქმა უნდა სად მეტი სად ნაკლები იქნებოდა ამის პროგნოზირება შეუძლებელია არა მხოლოდ ნალექის ოდენობიდან გამომდინარე არამედ იმ მხრივ თუ რა ზიანი შეიძლება დადგეს ამ შემთხვევაში ყველგან იყო რეაგირება ხედავდით რომ დღე ღამე მიდიოდა გუშინ 2 დღე 3 დღის წინ როცა დაიწყო მეორე დღეს პირდაპირ ეთერში უყურებდით როგორ მუშაობს ყველა მუნიციპალიტეტი მინდა კიდევ ერთხელ უპირველეს ყოვლისა მუნიციპალიტეტებს გადაუხადო მადლობა იმიტომ რომ ისინი არიან პირველები ვინც ამ დროს რეაგირებენ ყველა მუნიციპალიტეტში 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა როგორც ტექნიკა, ისე ცოცხალი ძალით ადამიანები ცდილობდნენ გამკლავებას. რა თქმა უნდა, ამ სტიქის ფარგლებში აღმოჩნდა მუნიციპალიტეტები თუ რეგიონი, ამ შემთხვევაში გურია, აჭარა, სადაც ნალექი უფრო მეტი მოვიდა, უფრო ასე ვთქვათ, მათ შორის ხანგრძლივი არის, სადაც თავად ასე ვთქვათ, გარემოს პირობები არ იძლევა საშუალებას, რომ ტექნიკით ყველა საკითხი გადაწყვიტო, როცა მაშინ, როდესაც გრძელდება უკვე ფული ყველაფერს ვერ აკეთებს, ხო, როცა სტიქია მიმდინარეობს, როდესაც ხდება გაწმენდა გზის და როცა არ არის შესაბამისი პირობები, ასე ვთქვათ, ამისი ან არის დითოვლობა, ან გაწმენდის შემდეგ კვლავ მოდის თოვლი და ხელახლა არის გაწმენდა საჭირო, ამიტომ ყველა ეს საკითხი წყდება იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც არის პირველივე წუთებიდან ეს შემდეგ გაიღვიძა Facebook ბაბლმა, რომელმაც ხა გადაწყვიტა კიდევ ერთხელ ოპოზიციამ და მისმა NGO-ებმა, რომ ამაზე რაღაც პოლიტიკური დივიდენდების და რაღაც გამოდევნიდან კიდევ ერთხელ, თორემ ყოველ დღე, არა, ისე უნდა წარმოაჩინონ, ისე უნდათ, უყურეთ, თავისთავად ძიმე, რა თქმა უნდა და ამაზე, როგორ აი ხო და ეს არის, უყურეთ კიდევ ერთხელ თქვენ ხა ტყუილს ამბობთ. უყურეთ თქვენ მე მგონი ერთმანეთისგან ურევთ რა სახელმწიფო რასაკეთებს მისი ესა თუ ის სტრუქტურები და თქვენს პოლიტიკოს როგორ სადგინათ რომ დაინახოთ და როგორ გინდა დაინახოთ. სახელმწიფო პირველივე წუთიდან როგორც მუნიციპალიტეტები, ისე სამაშველო სამსახურეები, ისე ჯანდაცვის შესაბამისი დანაყოფები პირველივე წუთებიდან მუშაობდნენ და პირველივე წუთებიდან ხდებოდა სტიქიასთან სტიქის გამკლავების ღონისძიებების წარმოება. ჩვენ ნახეთ შემდეგ რომ თუ როგორ ვითარდებოდა რეგიონების მიხედვით მდგომარეობა, სად იყო უფრო მძლავრი, ასე ვთქვათ, დითოვლობა და სად იყო უფრო მეტად საჭირო, ასე ვთქვათ, რეაგირება
და სად უმკლავდებოდა ზოგიერთი მუნიციპალიტეტი საკუთარი ძალებით, ზოგიერთი მუნიციპალიტეტს დახმარება სჭირდებოდა, ზოგიერთი მუნიციპალიტეტს სპეციალური ასე თქვათ კიდე ცალკე ყურადღება სჭირდებოდა და ასე მიდის როგორც ხედავთ ეს დღეები და ერთადერთი მოვუწოდებ კიდე ერთხელ ყველას. ახლა მნიშვნელოვანი არის სოლიდარობა, თუ კი ახლა ინიციატივები კი ბატონო მისასალმებელი არის უბრალოდ ეს ნიშნის მოგებით პოლიტიკური ანგაჟირებული პოლიტიკოსების მხრიდან რაღაც ვითომ ინიციატივები რომ არის, ну ეს კი ბატონო, ესეც მისაღებია. ოღონდ რაღაცა გაიღონ თავის მხრიდან და ასე ვთქვათ, რაღაცნაირად შეეშველონ საქმეს, ესეც მისაღებია. თუმცა კიდევ ერთხელ გუშინ შტაბის განცხადებაც იყო, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს შტაბთან კოორდინირებით, იმიტომ რომ ქაოსი, არეულობა და თვითინიციატივა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში შეიძლება დამაზიანებელი უფრო იყოს. მადლობა.